სტუმრებთან ერთად ვაგრძელებთ საქმიან დილას. თან კარგი მიზეზი გვაქვს იმისთვის, რომ საქმიან დილაში გვემასპინძლა კომპანია Next-ისთვის. საერთაშორისო დეველოპერული ბრენდი Next-ი, რომელიც საქართველოში არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, კენიაში და ესპანეთში უნიკალურ ინოვაციურ პროექტებს ახორციელებს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. დღეს Next-ი მსოფლიოს 3 კონტინენტზე 6 ქალაქში ოპერირებს და აერთიანებს ინვესტორებს 65 ქვეყნიდან, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საერთაშორისო მასშტაბს, კომპეტენციას და გამოცდილებას. თანამშრომლობის დეტალებს მოვისმენთ დღეს და Next-ის მიმდინარე პროექტებს მოვიკითხავთ დეტალურად. საქმიან დილას კი ამისთვის სტუმრობს ლევან ვებხვაძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი და ჩვენთან ერთად არის სოფიო ჭელიძე, Next-ის აღმასრულებელი დირექტორი. დილამშვიდობისა. დილამშვიდობისა და მადლობა მობრძანებისთვის. მე არ შემიძლია არ ვისარგებლო შემთხვევით, სანამ კითხვებზე გადავალთ და მიზეზებს აგვიხსნის სოფოც თუ რა გახდა და რატომ გადაწყვიტეს ბიზნეს ასოციაციის წევრობა, არ მიულოცო არაჩვეულებრივ Next-ს სოფოს დამატება გუნდში, აღმასრულებელი დირექტორის პოზიციაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი შენაძენია. ამას ულოცავ სოფოსაც და რაც თავია ულოცავ Next-ს, რომელსაც ძალიან გულშემატკივრობ და კომპანია, რომელიც შედარებით ახალშექმნილია სხვა დეველოპერულ კომპანიებთან შედარებით, ესე არც ვიცი როგორ გამოვთქვა რა, ძალიან ისე ამბიციურად და იმავდროულად სწორად და საერთაშორისოდ ვითარდება. თან ყველგან ატყობს აი ამ ხელწილას თავისას და ამას ხედავთ ყველგან, ასე რომ წარმატებები კახავს მთელ გუნდს და სოფოს ულოცავ კიდევ ერთხელ, რომ არის ამ არაჩვეულებრივი გუნდის წევრი. დიდი მადლობა მოლოცვისთვის, მადლობა ასეთი წარდგენისთვის და მე ასევე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადავუხადო Next-ის გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. რაც შეეხება ჩვენი ბიზნეს ასოციაციის წევრობას. მოდი ამითი გავხსნათ სოფო. კი ბატონო, სიამოვნებით. ჩვენი წევრობა ბიზნეს ასოციაციის, რაც თავისთავად ძალიან დიდი პატივია ჩვენთვის არის ერთგვარი ლოგიკური გაგრძელება და ნაბიჯი იმისა, თუ როგორ ვითარდება კომპანია. ხო, ჩვენ ვხედავთ, რომ კომპანია ნელ-ნელა დაფუძნდა მაჭარის რეგიონში, თუმცა გავიდა საზღვარგარეთ, აქვს უკვე საზღვარგარეთის პროექტები, სულ ახლახან შემოვიდა თბილისში და ცხადია ჩვენი დიდი ინტერესი იყო, რომ გამხდარიყო კომპანია ამ დიდი ეკოსისტემის ნაწილი, ბიზნეს ასოციაციის წევრობით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ ის სიკეთეები, ინფორმაცია თუ სხვადასხვა გამოცდილება, რომელიც ამ ასოციაციაში უკვე დაგროვილია და ჩვენ მოხარულები ვართ ამ თანამშრომლობის და დიდი გეგმებით, ჩვენი გამოცდილებით და ახსიახლის მიღების სურვილით ვიწყებთ ამ თანამშრომლობას. ლევან, ასოციაციის პრეზიდენტად იმ მნიშვნელობაზე, რაც გულისხმობს ასოციაციაში ასეთი მასშტაბის საერთაშორისო დეველოპერის წევრობას. ჩვენ პირდაპირ ბრძოლის ველზე გადავერთეთ. ახალი გაწევრიანებული იყო Next-ი და ფაქტურად 2-3 კვირაში ფორუმი ერთობლივად ჩავატარეთ. უკვე თავისთავად ნიშნავდა იმას ეს ფორუმი, რომ ეს თანამშრომლობა როგორ და რანაირად შეიძლება განვითარდეს, იმიტომ რომ სწორედაც Next-ის განსაკუთრებული როლი იყო აქ, როცა აზე მეტი ბროკერი, ინვესტორი იყო ჩამოსული, საერთაშორისო მედია იყო ჩამოსული და მონაწილეობა Next-ის იყო ალბათ ამ კუთხით, რომ ეს ადამიანები კონკრეტული რეგიონებიდან, კონკრეტული კონტინენტებიდან, კონკრეტული ქვეყნებიდან მოეზიდა საქართველოში, ალბათ იყო გადამწყვეტი. და ცხადია, ეს არ არის ერთჯერადი ფორუმი და ჩვენ ამ მხრივ თანამშრომლობას და კომუნიკაციას გავაგრძელებთ. თუმცა არსებობს შიდას თქვა გარემო, რაზეც ჩვენ ვიმუშავებთ, რომ ჩვენთვის საინტერესოა კომპანია, რომელიც ამ კონტინენტზე საქმიანობს, იმ მარეგულირებელი გარემო, რაც არსებობს იმ ქვეყნებში, სადაც Next-ი მუშაობს. ეს ჩვენთვის იქნება საინტერესო იმდენად, რამდენადაც ეხლა გარკვეული რეგულაციების გადახედვა, კრიტიკული გააზრება მათ შორის იწყება და ამიტომ Next-ის ჩართულობა ამ პროცესში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის და ღირებული, რაც თავარია. ამგვარი ფორუმების ჩატარებას, რაზეც ბრძანეთ, რომ უკვე მოგვიწიათ ამ ყველაფერში ჩართვა და ერთობლივად გაკეთეთ. სხვა ინდუსტრიებთან მიმართებით თუ გეგმავთ და არის თუ არა ეს დაგეგმილი ბიზნეს ასოციაციის ხედვაში. რა თქმა უნდა, ჩვენ წელს სულ მცირე 4 მსგავსი შეხვედრა სხვა ინდუსტრიებზე ვფიქრობთ, რომ გავაკეთოთ. მათ შორის არის სექტორები და ის ინდუსტრიები, რომელიც საინვესტიციო საინტერესოა და სადაც მოძრაობა არის, მათ შორის შეიძლება იყოს ლოჯისტიკა, ენერგეტიკა და ტურიზმის სექტორი. მათ შორის ჩვენ შეიძლება რეგიონალური ასე ვთქვათ შეხვედრებიც გავაკეთოთ იმ მიმართულებით და იმ კუთხით იმ ჩვენს რეგიონებში, სადაც კონკრეტული სექტორები ძალიან წარმატებულად ვითარდება.
ეს არის ის სიახლე, მოდი ასე ვთქვათ, რომელსაც წელს ჩვენ ვაპირებთ განსხვავებით წინა წლებისგან. უფრო მეტად ვიყოთ კონცენტრირებული სექტორებისა და რეგიონების მიხედვით, იმისათვის რომ მეტად ნახოთ საინვესტიციო პოტენციალი, რომელიც ჩვენ კომპანიებს შეიძლება ჰქონდეთ ქვეყანაში. საფო პროექტებზე მინდა ჩვენს მაყურებლებს Next-ის მიმდინარე ამბები გავუზიაროთ. ჩვენ შესავალშიც ვახსენეთ სამი ქვეყანა, სამი კონტინენტი. რა პროექტებს ახორციელებს Next-ი არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, კენიაში თუ ესპანეთში? მადლობა ამ კითხვისთვის. კი ბატონო, ჩვენ დავიწყებ ევროპით, ესპანეთში გვაქვს ვილების ტიპის პროექტი, რომელსაც აქტიურად თავაზობთ მომხმარებელს. ასევე მიმდინარე პროექტები გვაქვს დუბაიში და კენიაში. დუბაი მოგეხსენებათ, რომ არის მზარდი ბაზარი და ძალიან საინტერესო არის სოფლიოში ან პოტენციური ინვესტორებისთვის, თუმცა მე მაინც აქ ხაზს გაუსვამდი კენიის პროექტს და მე მინდა მოუწოდოთ ჩვენ მსმენელს და მაყურებელს, რომ დაინტერესდნენ ამ ბაზრით, იმიტომ რომ გაცილებით უფრო მაღალია, მზარდია ამ ბაზრის პოტენციალი, ვიდრე ერთი შეხედვით შეიძლება ვთქვათ რიგით ადამიანს წარმოედგინა, საკმაოდ მაღალია გაქირავების რეიტები, ეგრეთ წოდებული yield-ი, ამიტომ ეს არის ძალიან მზარდი და საინტერესო ბაზარი ჩვენთვის, სადაც ჩვენ შევედით, გავბედეთ, ძალიან დიდ სიმამაცეს მოითხოვს ეს და ვთავაზობთ საერთაშორისო მყიდველს ჩვენს პროექტს კენიაში, ასევე გვაქვს მიმდინარე პროექტი დუბაიში, რომელსაც ასევე ვთავაზობთ საერთაშორისო ბაზრის პოტენციური ინვესტორებს და რა თქმა უნდა საქართველოში, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია, აჭარის პროექტები იზიდავს ძალიან ბევრ უცხოელ ინვესტორს და ეს არის ტურისტულადაც ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ჩვენს ქონებებში პრემიუმ კლასის ქონებებია მოგეხსენებათ უცხოელი ინვესტორები ახორციელებენ კაპიტალ დაბანდებებს შემდგომში, ასე ვთქვათ, ამ მაღალი შემოსავლების მიღების მიზნით, ასევე ეს არის მაღალმხარჯველი სეგმენტი და საქართველოს ეკონომიკისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორც აჭარის პროექტები, ასევე თბილისის კულტურულ ცენტრალურ ნაწილში მიმდინარე ახალი პროექტები, რომელიც როგორც ქალაქს ძალიან გააჯანსაღებს და წაადგება როგორც არქიტექტურული თვალსაზრისით, ეკონომიკურადაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. თუ მეტნაკლებ წარმოდგენა გვაქვს Next-ის ვთქვათ კლიენტებზე და თქვენს პარტნიორებზე საქართველოს ბაზარზე ძალიან მაინტერესებს ვინ არიან ეს მყიდველები საერთაშორისო ბაზრებზე. ანუ დარწმუნებული ვარ კომპანიაში არსებობს მიუხედავად იმისა, რომ სულ რამდენიმე კვირაა შევერთდით ამ კომპანიას კლასიფიკატორები, ანუ ვინ ყიდულობს ამ ქონებას ძირითადად და რა კატეგორიის ხალხია? კომპანიის გაყიდვები 60% მოდის უცხოელ შემძენებზე. ეს არის პრემიუმ სეგმენტი, მოგეხსენებათ, იმიტომ რომ ჩვენი 60% არის უცხოელი. აქ არის პირველ რიგში ევროპელი შემძენები, ყავს შემძენები ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც. აღმოსავლეთ ევროპა ლიდერობს, ძალიან კარგი გაყიდვები გვაქვს პოლონეთში, ასევე რა თქმა უნდა სპარსეთის ყურის ქვეყნებში, სადაც ასევე ჩვენი კომპანია აქტიურად მოღვაწეობს და ისეთი ძვირფას ინვესტიციებს იზიდავს საქართველოსკენ. ამ მაჩვენებლების გათვალისწინებით თუ გეგმავს Next-ი კიდევ მეტად გეოგრაფიის გაფართოებას? კი, ჩვენ აქტიურად განვიხილავთ ახალ პროექტებს, ღია ვართ საკმაოდ თამამი ნაბიჯებისთვის. მიმდინარე განხილვაში გვაქვს არაერთი პროექტი, როგორც თბილისში, ასევე ანუ არსებულ ბაზრებზე და ასევე სხვა ქვეყნებშიც გაფართოებას განვიხილავთ და ღია ვართ ნებისმიერი თამამი ნაბიჯის გადასადგმელად ამ მხრივ გვექნება მალე ანონსებიც და სიახლეებს პირდებით ჩვენს შემძენებს და ინვესტორებს. ჩვენი საუბრის ბოლოსკენ ის რაც ვკითხეთ ლევანს, ფაქტიურად თქვენ და საქართველოს ბიზნეს ასოციაცია სწორედ აი ამ ფორუმით თქვენ სხვა პარტნიორებთან ერთად გულისხმობ კომპანია Ark-ის, გულისხმობ Biography Livings იყო პრეზენტაცია დაახლოებით 100-დან 150 სტუმრამდე იყო support workshop-ი ჩამოსული ამ კონკრეტულ ფორუმზე. მე მაინტერესებს თქვენგან შეფასება ამ ყველაფრისა. ეს რამდენიმე დღიანი ფორუმი იყო. მე 2 დღეს მივადევნე თვალყურისრულად, იგულისხმება თავის პრეზენტაციების ჩათვლით უკვე სამთავრობო სტრუქტურებთან და სპეციალური პანელი, რომელშიც კომპანიის მმართველმა პარტნიორმაც და დამფუძნებელმაც მიიღო მონაწილეობა თქვენგან. თქვენი აზრით რა არის ის წინასწარი შედეგები ან უკვე ხელშესახების შედეგები, რაც ამ ფორუმმა მოიტანა?
კი. ჩვენ ძალიან დიდი მოლოდინები გვაქვს ამ ფორუმის მიმართ, გამომდინარე იქიდან, რომ მოგეხსენებათ, რომ უცხოეთში გნებავთ ევროპაში, შტატებში თუ ანუ სპარსეთის ყურეს ქვეყნებში უძრავი ქონებით ვაჭრობა მიმდინარეობს აგენტების შუამდგომლობით და მათი კომპეტენციის გამოყენებით. გამოფენას ძირითადად სტუმრობდნენ ამ ქვეყნებიდან უძრავი ქონების აგენტები, ბროკერები, რომლებიც შემდგომში უკვე მოახდენენ ჩვენი პროექტების ერთობლივი პროექტების პოპულარიზაციას საზღვარგარეთ და მათი სტუმრობა, რეალურად ხელის შეხება იმ პროექტებთან, რაც საქართველოში გვაქვს, ასევე ვთქვათ, ქართული სტუმართმასპინძლობა ის გარემო, რაც მათ აქ დახვდათ, დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან დიდი წარმატების საწინდარია მომავალში. ლევან, მათ შორის 10-ზე მეტი მედიის წარმომადგენელი იყო ჩამოსული, რომელსაც პირადად მე მათ შორის მქონდა შესაძლებლობა და პატივი რომ მესაუბრა და მათ შორის მათი კითხვები სწორედ მომავალზე და განვითარებაზე და საინვესტიციო გეგმებზე და ასე შემდეგ ძალიან ბევრი კითხვა იყო, იმიტომ რომ მათ აინტერესებთ რომ მიიტანონ კონკრეტულ ქვეყნებში ის შესაძლებლობები, რაც საქართველოში არსებობს საინვესტიციო კუთხით, იმიტომ რომ როგორც ჩანს დღეს ტრადიციული ქვეყნების საინვესტიციოდ რომ გარკვეული რესურსი ამ ტრადიციულ მაბჭყალებში ქვეყნებმა ამოწურეს და ეძებენ ახალ რეგიონებს, ახალ ქვეყნებს იმისაც რომ გააფართონ თავიანთი საკუთარი საინვესტიციო ვთქვათ აქტივობა. ამიტომ ამ კუთხით მათ რუკაზე აღმოჩენა იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის მედია აქტივობის კუთხითაც, რადგანაც ეს არ არის კონკრეტულად 100 ადამიანი უკვე, ეს არის უკვე ათასობით ადამიანი, რომელსაც უჩნდება ინფორმაცია, რომელსაც უზრდით, ასე ვთქვათ, ცოდნას ქართული საინვესტიციო პოტენციალის შესახებ, მათ შორის განსაკუთრებულად უძრავ ქონებაზე, იმიტომ რომ უძრავი ქონება გარკვეულწილად გაჩნდა ის ოქროს ალტერნატივა საინვესტიციოდ, რომელიც დღეს განიხილება ძალიან ბევრი ინვესტორისთვის. ხო, მე ხა რესპონდენტის რანგში მსგავსად თქვენის არ მქონია ვარ ურთიერთობა, მაგრამ აი ეს მოკლედ პირველ დღეს, როცა არქის Grand Avenue-ზე ვიყავით შეკრებილები და მაშინ მოვიდნენ, ხო, 9-10 წარმომადგენელი საერთაშორისო ბიზნეს მედიისა. ეხლა გვაქვს ერთადერთი საფიქრალიო, რომ საქართველოს ვიცითო, მაგრამ ტრენდში როგორ ჩავსვათ რა. წარმოადგენთ კარგი. მომეწონა ის, რომ ამაზე ფიქრობენ, რაც ნიშნავს, რომ мотиваციაში არიან და თან არ იყო დაბალი დონის ბიზნეს მედიები, ჩამოსულები საუბარია Gulf News-დან დაწყებული, სხვადასხვა ძალიან მნიშვნელოვანი საინფორმაციო აუტლეტები, რომლებიც იყვნენ. ასე რომ კიდევ ერთხელ მადლობა ამ ფორუმის ორგანიზებისთვის ყველას და სხვათა შორის ფორუმის ერთ-ერთი თანაორგანიზატორი Invest Georgia UA დღეს მართავს ფორუმს, ძალიან საინტერესოს კიდევ ერთს და იქ აუცილებლად იქნება BMG ჯგუფი და კიდანაც მოგაწვდით ამ ფორუმს. მანამდე კი წარმატებები Next-ს და Next-ის გაწევრიანებას ბიზნეს ასოციაციაში. მადლობა მობრძანებისთვის ლევან ვეფხვაძეს, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელ დირექტორს და უსულოდ წარმატებები სოფო ჭელიძეს Next-ის გუნდთან ერთად აღმასრულებელი დირექტორის ამპლუაში.